გამარჯობათ. ბოლო დღეებში უფრო მეტად ვრცელდება ესეთი საგანგაშო ინფორმაციები, რამოდენიმეს წავაწყდა უკვე Facebook-ზე, რომ იღუპებიან ქართველი ბიჭები უკრაინაში. და მე მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მოდი განვიხილოთ, ვიფიქროთ, რა ტიპის ხალხი მიდის ამ ომში. პირველ რიგში ესენი ალბათ არიან ის ქართველები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ეს პირველი мотивация. შემდეგ არიან ის ქართველები, რომლებიც არიან თავისუფლებისთვის და აი იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი. ხო, ასეთები ადრეც იყვნენ, აი ჩვენ მე მგონი ყველაზე ცნობილი ნიკო ბურია, რომელიც ბურებთან წავიდა, ბრძოლობდა ინგლისელი იმპერიალისტების წინააღმდეგ და ზოგადად ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს აქვს განცდა იმპერიალიზმის წინაშე, იმიტომ რომ იმპერიალიზმი ყოველთვის გულისხმობს სხვა ადამიანების, სხვა ხალხების დაჩაგვრას. და ის ჩაგრავს ადამიანებს არა მარტო იმპერიის გარეთ, არამედ იმპერიის შიგნითაც. ხო, ესეა. ამიტომ ეს მეორე мотивация ადამიანებისა. მესამე мотивация ეს არის რასაკვირველია ფული. შემდეგი мотивация ეს არის კანონთან შეუთანხმებლობა. სხვადასხვა ადამიანები, რომლებთაც აქვთ კანონთან პრობლემები, ისინი ცდილობენ გაეცალონ ამ ქვეყანას და თავის თავი იპოვონ სხვაგან და მით უმეტეს თუ ასეთი ადამიანები არიან დამოკიდებული ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ან მსუბუქ, ან მძიმე ნარკოტიკებზე. ესეთი კატეგორიაც არის მაგ ხალხში. შეიძლება კიდე სხვა мотивациებიც არსებობდეს, მაგალითად რაღაც ახლობლის დაღუპვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე მოგახსენებთ ჩემს აზრს და მიდგომას ამ საკითხის მიმართ. მე არ ვამართლებ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოტივით, რომ ქართველები წავიდნენ უკრაინაში საბრძოლველად. იმიტომ რომ საქართველო თვითონ არის ოკუპირებული ქვეყანა და საქართველოს ტერიტორია აქვს კიდე დაკარგული. ერთი საქართველოს ხელა თუ არა, მისი ნახევარი მაინც დაკარგული გვაქვს და ამას ყველაფერს უნდა მებრძოლი სული, ამას ყველაფერს უნდა ადამიანთა რესურსი, გარდა ტექნიკური რესურსისა, ამას ადამიანის რესურსი უნდა და ეს ხალხი, რომლებიც ომობს, ძირითადად არის ის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ შემდგომი თაობის პროდუცირება. ამიტომ ვერანაირად ვერ გავამართლებ ჩვენი ბიჭების უკრაინაში წასვლას და იქ ბრძოლას. ეს ერთი. მეორეც, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენ აი რაღაც რუსეთის იმპერიას სულერთიას ადებრძვი და ასე შემდეგ, ეს ამასაც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მაშინ რუსეთის იმპერიას სირიაშიც ებრძვიან, ხო? და კიდე აფრიკაშიც ალბათ, იმიტომ რომ რუსული კონტინგენტი აფრიკაშიც არის. რასაკვირველია, იქ არის რაღაც კერძო სამხედრო დაჯგუფებები, მაგრამ ზოგადად არ მგონია, რომ ნებისმიერი უცხო ჯარი აფრიკის ნებისმიერ ქვეყანაში, ესე იგი, იცავდეს იმ კვედრი მოსახლეობის ინტერესებს, ხო? ესეთი რამე არ ვიცი, ახლა უცხო ჯარი შენ ინტერესებს სად დაიცავს, თუ მას არ აქვს თავისი ინტერესი. ან მხოლოდ შენი ინტერესისთვის არც ერთი უცხო ჯარი არ ჩამოვა და არ დაიცავს. თუ მას არ აქვს თავისი რაღაც გარკვეული ინტერესი, ან მატერიალური, ან სხვა. ამიტომ თუ ამ გაგებით მიუდგებით, მაშინ ნებისმიერ წერტილში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არის შეტაკება და სამხედრო მოქმედებები, იქ არის მტყუანის და მართალიც, იქ არის
იმპერიაც და მკვიდრი მოსახლეობაც, ხო და მსოფლიოში როგორც ხედავთ, მარტო რუსეთი არ არის იმპერია. მსოფლიოში სხვა იმპერიებიც არსებობს და შეიძლება უფრო სასტიკები ვიდრე რუსეთის იმპერია. ამიტომ ვერაფრით ვერ გავამართლებ ქართველების მონაწილეობას უკრაინის კონფლიქტში. მეორე საკითხი, რომელიც ხშირად ამას აბავენ ხოლმე, ეს არის ჩვენ უკრაინა რაღაც გვეხმარებოდა და ჩვენც ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ეს მთლად ასე არ არის. უკრაინა რასაკვირველია რაღაც მომენტებში დაგვეხმარა, მაგრამ ჩვენ ეს ვალი უკვე გასტობრებული გვაქვს და უფრო მრავალჯერადად რადგანაც თუ 90-იანებიდან დავიწყებ და უნაუნსოს დახმარებაზე ესე იგი ვიმშელებთ, დაახლოებით 100 კაცი იყო უნაუნსოში, როგორც მე ვიცი და ძირითადად ისინი აქ ჩამოსულები იყვნენ საბრძოლო გამოცდილების მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ მათი ძირითადი мотиваცია იყო მაინც ეს და შემდეგ უკვე რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლა და ასე შემდეგ. ასევე გავიხსენოთ ის ვერტფრენები, რომლებითაც ტოლვილები გადმოიყვანეს და 2008 წელს უკრაინამ არ ვიცი რა გააკეთა. 2008 წლამდე რო იარაღი მოგცა და ესა ჯავშან ტექნიკა რო იომეთო, ეს ვიცი. და თუ რამე გააკეთა უკრაინა ჩვენთან ჩვენს მიმართებაში, ჩვენთან საქართველოს, ხო, ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ, თუ არ ვცდები 30,000-მდე უკრაინელი ტოლვილი მივიღეთ, დავეხმარეთ მათ. უკრაინული ჯგუფებიც კი გაუხსნეს სკოლებში ბავშვებს და დახმარებებიც მისცეს და ასე შემდეგ. და იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა საქართველოზე არის დაახლოებით 6-ჯერ დიდი ალბათ, ხო? ჩვენ მიუხედავად ამისა 6-ჯერაც და 10-ჯერაც გადავაჭარბეთ დახმარებას, იმ დახმარებას, რომელიც უკრაინამ გაგვიწია ჩვენ. და მაგ ლოგიკით, აი ჩვენი სიმცირისგან გამომდინარე, უკრაინას პირიქით 10-ჯერ მეტი დახმარება უნდა გაეწია, მაგრამ ჩვენ გაუწიეთ მათ 10-ჯერ მეტი დახმარება. ამიტომ არანაირი ვალი ჩვენ უკრაინასთან არ გვაქვს, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი გასტობრებულია. ვერცეთ мотиваციას ვერ გავამართლებ, გარდა იმისა, რომელიც პირველი აღვნიშნე, ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, ქართველები თუ ომობენ და თავის მიწას იცავენ, იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან და კი ბატონო, ეს მათი საქმეა. დანარჩენად მე ვერაფრით ვერ გავამართლებ და ძალიან გულის მომაკვდინებელი ეს ამ ინფორმაციების მოსმენა და წაკითხვა, როდესაც მორიგი რაღაც ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში. მებრძოლები ჩვენ გვჭირდება ხალხო, საქართველოს ჭირდება მებრძოლები და ესეთი ბიჭები და ესეთი ბიჭები გვინდა ჩვენ ჯარში, ასეთი ბიჭები გვინდა ჩვენ მრავალშვილიანი მამები, კარგი ოჯახებით, კარგი სამხედროები, კარგი ოფიცრები, რომ მე როდესაც გახდებიან დიდი თანამდებობის პირები და გენშტაბში დასხდებიან ესეთი ვაჟკაცი ხალხი, რომ არ თქვას, რომ მე რა ვიცოდი კოდორში რა ხდებაო რა, ეს ჩვენმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გენერალმა რო განაცხადა, ვითომ ახლა ფრონტის ხაზი ქონდა 3000 კილომეტრი, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, თუ რამდენი 1000 კილომეტრი იყო და აბა ეთქვა იმას გენშტაბის უფროსს, რომ მე რა ვიცოდი რა ხდებოდა ბელორუსიაში და რა ვიცოდი რა ხდება ყირიმის ან მამისონის უღელტეხილზე, ხო, ეს წარმოუდგენელი რამეა. შეყავს ჯარები ცხინვალში და იქ რაღაც 2 ქუჩა, სულ თუ 3 ქუჩა და ამ დროს ქვია გაერთიანებული შტაბის მოხელე თუ უფროსი თუ აღარ მახსოვს რომელმა თქვა, ერთ-ერთმა თქვა, რომ არ ვიცოდიო, მე რა ვიცოდიო, ანუ რა ხდებოდაო კოდორში, ანუ რატომ მიკითხები თუ წულუკიანის ცნობილი ის რო იყო კომისია, მე რა ვიცოდიო რა ხდებოდა კოდორში, არ ვიცი, ეს არის, შეიძლება რომელიღაც მებრძოლმა
რომელსაც აქვს ჩაბარებული კონკრეტული მიმართულება და კონკრეტული სანგარი და ეს გზა თუ რაღაც, თქვას რომ მე არ ვიცი რა ხდება კოტორის ხეობაში, მე ეს მაქვს ჩაბარებული ეს გზა და აქ არ უნდა გამოვატარო მტერი, ხო? მაგრამ ოფიცერი რო არის და მეთაური და გენშტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თუ მოხელე თუ მეთაური, მან ესეთ რაღაცები არ ეპატიება. ამიტომ აი ესეთი გულანთებული პატრიოტი, იდეური ხალხი ჩვენ თვითონ გვჭირდება საქართველოს და როგორც ერთ ცნობილ ლექსში არის, ხო, ჩვენ არა გვყავს შვილი დასაკარგავი, ხო ესეა რა. ნამდვილად არა გვყავს ჩვენ დასაკარგავი შვილები და მე მირჩევნია რაღაც უფრო მეტი დავეხმაროთ უკრაინას თუ საჭირო იქნება მატერიალურად ან რაღაც სხვა, ვიდრე იქ ჩვენი ბიჭები წავიდნენ და დაიღუპონ. ეს საერთოდ მიუღებელია ჩემთვის, არ ვიცი. ვერანაირად ვერ გავამართლებ. არ ვიცი. ვწდები თუ არ ვწდები, არ ვიცი, მაგრამ ვერ გავამართლებ. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი არის გასული უკრაინიდან, სახსალამათი ჯანმრთელი ახალგაზრდა ადამიანები, ახალგაზრდა კაცებს არ უწოდებ მათ მიზამიმართულად და ცხოვრობენ ევროპაში, ამერიკაში ძალიან კარგად. ასე რომ ეს უფრო მეტ, ესე იგი, სიმძაფრეს მატებს იმ ყველა იმ ცნობას, რაც ეხება ჩვენი ბიჭების დაღუპვას, უფრო მეტ სიბრაზეს გვიმატებს ჩვენ ქართველებს 10 მილიონი არის გაქცეული უკრაინიდან თუ არ ვწდები და იქ კიდე ჩვენ ბიჭები იღუპებიან. ეს საერთოდ აუტანელი რაღაცაა ჩემთვის. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.